მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს საშუალება თქვენ გესაუბროთ მით უფრო ქვეყანაში მიმდინარე ინტენსიური პოლიტიკური პროცესების ფონზე. თუმცა, რადგან ჩვენი აუდიტორია სპეციფიკურია, მაინც ვეცდებით ჩვენი საუბარი დავიწყოთ რეგიონულ ჭრილში, რეგიონებში მიმდინარე აქტუალური პრობლემებით და საკითხებით. რამდენიმე დღეა, რაც გამოვედით ერთგვარი კრიზისიდან, რაც დიდ თოვლობა მოუტანა დასავლეთ საქართველოს. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც კრიზისში შეხვდა ქართული ოცნება და ეს არ არის პირველი შემთხვევა, იგივე შოვის ტრაგედიამაც აჩვენა, რომ კრიზისებთან გამკლავება სირთულეა და უჭირს ქართულ ოცნებას. ამის მიუხედავად ჩვენ ხედავთ, რომ ამ რეგიონებში ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა კვლავაც მაღალია. იგივე რაჭის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ. თქვენ როგორ გესახებათ, რა იწვევს ამ გაურკვეველ დამოკიდებულებას რეგიონებში ასეთი კრიზისების ფონზე, რეგიონებში მოსახლეობასა და მმართველი პარტიის მიმართ და მეორეს მხრივ, როგორი უნდა იყოს მმართველობითი ვერტიკალი, მაშინ როდესაც ლოკალურ დონეზე იქმნება კრიზისები. მოგესალმებით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეძლევა საშუალება, რომ სწორედ რეგიონალურ მედიას მივმართო, იმიტომ რომ სამწუხაროდ უფრო ხშირად ჩვენ ვართ მიმართული ცენტრალურ მედიისკენ და ხშირად არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სწორედ რეგიონების გამოწვევებზე ვისაუბროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის ქვეყანაში და დღევანდელ სწორედ პირობებში. თქვენ დაიწყეთ იმისი მტკიცებით, რომ თურმე რეგიონებში კვლავ ხელისუფლებას აქვს დიდი მხარდაჭერა. არავინ არ ვიცით რეალურად რა მხარდაჭერით სარგებლობს დღევანდელი მმართველი პარტია რეგიონებში. იმიტომ რომ ჩვენ თუ დავეყრდნობით არჩევნებს ვიცით თუ რაოდენ გაყალბებული იყო და თუ რაოდენ მრავალი ბერკეტი იყო გამოყენებული სწორედ რეგიონებში იმისთვის რომ მიეღწიათ იმ რაღაცა 103 და 105%-იან შედეგებს რაც მიიღეს რეგიონებში. ასე რომ ის ზუსტი გამოკვლევა იმისი თუ რა მდგომარეობა არის ამ კუთხით რეგიონებში, რა არის ხალხის განწყობა, ძალიან რთული არის ყველასთვის და მე მგონი გამოვიდეთ ჯობია ამიტომ ფაქტებიდან. და ფაქტები იმას გვიჩვენებს, რომ რეგიონების პრობლემების გადასაწყვეტად არაფერი არ კეთდება დღეს. მმართველი პარტია, რომელიც ცენტრში, ასე ვიტყოდი, არის ძირითადად დაკავებული იმითი, რომ შექმნას ახალი რეპრესიული ან კანონმდებლობა, ან მიიღოს ახალი რეპრესიული ზომები, დააშინოს ინტიმიდაციით მართოს ქვეყანა, არაფერს არ აკეთებს, რომ რეალურად მართოს ქვეყანა, რასაც ქვია მართვა. მართვა არის, რომ ავხსნათ ეს ცნება, მართვა ნიშნავს იმას, რომ გადაწყვიტო რომელიმე პრობლემა. და ამ კუთხით ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომელიც მართლა ძალიან საინტერესო არის, რომ არ იყოს ეს ტრაგიკული, როცა მმართველი პარტია, რომელსაც გააჩნია ყველა ბერკეტი, რაც შეიძლება ქონდეს მმართველ პარტიას, ერთპარტიული პარლამენტი, ყველაფერი არის მის ხელში, ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური მმართველობა, ანუ არაფერი არ აკლია იმისთვის, რომ მართოს და რეალურად არ მართავს. ქვეყანას აყენებს რაღაცა პრესის ქვეშ. და ეს ყველაფერში მე გადადის და ვხედავთ ამის შედეგებს, რომ გინდათ სტიქია, გინდათ ჩვეულებრივი პრობლემები, არაფერი არ არის გადაწყვეტილი და იქ სადაც მაგალითად ვხედავთ, რომ სტიქიის დროს დააკლდათ ის სპეციალური ტექნიკა, რომელიც უნდა არსებობდეს, რომელიც ერთ დროს არსებობდა რეგიონში და მე რაღაცნაირად გაიყიდა თუ გაფლანგეს, არ ვიცი როგორ მოხდა. იქ ამისთვის არაფერი არ კეთდება და წავიკითხე, რომ ამ დროს საპატრულო პოლიციისთვის უცებ გამოცხადა ტენდერი, საიდანაც 250 ახალი მანქანა უნდა შეიძინონ საპატრულო პოლიციისთვის. კიდევ ერთხელ ეს არის რეპრესიული მანქანისთვის და არა იმისთვის, რომ გადაწყდეს რომელიმე პრობლემა.
გვაქვს ამავე დროს სერიოზული სხვა ტიპის პრობლემები, ეკოლოგიური პრობლემები. სტიქიათ არის, მაგრამ ის ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც მთლიანად რეგიონებს მოიცავს და თქვენ აღნიშნეთ რაჭის პრობლემა, რომელიც ასევე ეკოლოგიური იყო, მაგრამ ჩვენ გვაქვს იგივე ჭიათურაში, მაგალითად. ჭიათურას ეკონომიკური პრობლემა კიდევ სხვა არის ეს გაფიცვები, რაც დღეს უკვე 28 თებერვლიდან არის გამართული ჭიათურაში, არის მიმართული იმისკენ, რომ გამოსწორდეს მუშაობის პირობები, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას და რომელიც იწვევს ძალიან რთულ შემდეგ შედეგებს ჯანმრთელობისთვის და ამაზედაც არავინ არ ზრუნავს. მე არ ჩაუღრმავდები მაგალითად ჭიათურის პრობლემებს, იმიტომ იქ არის ძალიან გადაკვანძული, ძალიან ბევრი რამე. და ის კომპანიები, რომლებიც იქ დღეს არიან მმართველობაში, რეალურად არიან თვითონ გადაჯაჭვული ხელისუფლებასთან და ამიტომ ძალიან რთული არის იმისი თქმა გარედან, როცა არ ახარ ჩახედული იმ რეალურ პირობებში, რაც არსებობს და როგორ ნაწილდება იქ შემოსავალი და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამე არის ნათელი, რომ ის მოსახლეობა, რომელიც გამოსულია და აპროტესტებს, რას ითხოვს პირველ რიგში, ითხოვს, რომ ხელისუფლებიდან ვინმე მოვიდეს და დაელაპარაკოს და ესეც არ ხდება. ეს არის იმის მასშტაბი, თუ რამდენად ვერ მართავს ქვეყანას და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას მიღებული, თქვათ არჩევნების მერე, რომ არ წავიდეთ შორს წარსულში, რომელიც გვაჩვენებს, რომ რაღაცა პრობლემა გადაწყდა, მოგვარებული არის, თუნდაც პატარა დონის და პატარა ზომის. თქვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნეთ და მეც მინდა ჩვენი აუდიტორიისთვის ხაზი გაუსვა ამას. ერთი, რეგიონების როლის შეფასებასთან დაკავშირებით თქვით, რომ სათანადოდ არ არის შეფასებული იქ მიმდინარე მოვლენები და შესაბამისად პასუხი არის სუსტი და აქვე ჩვენმა აუდიტორიამ ძალიან კარგად იცის, რომ მზე ამაღლობელი არის ჩვენი დროის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც ამ წუთას სწორედ ვაჭარის რეგიონიდან არის საპატიმროში, სწორედ მისი პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი საზომი რეგიონებში, როგორი არის ქართული ოცნების მხარდაჭერა და გეთანხმებით, ზუსტი მონაცემები ამ წუთას თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების შედეგები არის სადაო, ვერ გვექნება, მაგრამ იგივე პროტესტების ფონზე ჩვენ ხედავთ, რომ პროტესტი მიმდინარეობს, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლების ერთგვარი ქების ფონზე, იგივე ჭიათურაში, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ ლოკალურ დონეზე მაინც გულწრფელად თუ სხვა მოტივებიდან გამომდინარე მხარდაჭერა ან საჯაროდ გაცხადებული მხარდაჭერა ასე თუ ისე ქართულ ოცნებას დღეისათვის მაინც აქვს. აქვე მინდა სწორედ ამ კონტექსტში კითხოთ, მაშინ როდესაც 2024 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა და მაჟორიტარების ნაცვლად დელეგატების ცნება შემოიტანა, ჩვენ ვნახეთ, რომ საპასუხო მსგავსი მოქმედება ოპოზიციისგან არ გვქონია. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთლიანობაში საზოგადოებასთან დაშორებული ასევე ოპოზიციაც, რომელიც რეგიონულ აუდიტორიასთან არ მუშაობს? ძალიან ძნელი არის, ეხლა მე არ ვარ იმისთვის აქ მოსული, რომ გავაკრიტიკო ოპოზიცია, ვიცი, რომ არის გარკვეული სისუსტეები და ძალიან რთული არის რეგიონებთან ურთიერთობა, რას ნიშნავს რეგიონთან ურთიერთობა, რაზე არის დამოკიდებული იმ დროს, როცა პრაქტიკულად მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც არ არის თვითმმართველი, არის სიტყვიერად თვითმმართველობა, ოღონდ არის ძალიან დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მთლიანად არის ერთ პარტიის ხელში, ხო? რაღაცა გამონაკლისები რაც არის, ის აღარც არის გამონაკლისები სერიოზულად. რეგიონალური მედია არის ესეც ძალიან შეზღუდული თავისი რესურსებით და ამისი მაგალითი არის, რომ აღმოჩნდა მზე ამაღლობელი და გახდა ერთგვარი სიმბოლო იმ პროტესტის თუნდაც რეგიონებში, მაგრამ საშუალებები ამ რეგიონალურ მედიის, რომ რეალურად მიწვდე ადამიანებს და იქ აშუქოს სხვადასხვა პრობლემები არის ძალიან შეზღუდული. ცენტრალური ტელევიზიები, რომლებიც წვევიან სწორედ ეს იქნება საზმაუსი თუ ასევე იმედი,
ისინი არიან ასევე ერთხელში და მთელი ბრძოლა რაც მიმდინარეობს ახლა საზმაუსზე რომ საზმაუსი გაიხსნას და თავისი როლი შეასრულოს ეს არის კიდევ ჩასატარებელი ბრძოლა ჯერ არ არის გამარჯვებული ბრძოლა ამიტომ ძალიან რთული არის რომ მიწვდე იმ ადამიანებს რომლებიც არიან და ეს ვიცით იმ სიტუაციაში როცა არ არის განვითარებული რეგიონში ცალკეული ბიზნესები, დამოუკიდებელი ბიზნესი, ყველა არის დამოუკიდებული რეალურად მუნიციპალიტეტზე. ან იმიტომ რომ ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობს მუნიციპალიტეტში და ამდენად ეს პირდაპირ ჯაჭვი არის, ან იმიტომ რომ ბიზნესი არის დამოუკიდებული მუნიციპალიტეტებზე. როცა ცოტა ახლოდან უყურებთ ტენდერებს და მე დავინტერესდი ამ ტენდერების გამოცხადებით, ძალიან საინტერესო არის რომ ნახო რომ ჯერ ერთი საკმაოდ რთულ ტენდერებისთვის სულ რაღაც ორ კვირას უტოვებენ ბიზნესებს რომ გამოაცხადონ თავიანთი პროექტები და შეიტანონ თავიანთი წინადადებები რაც ნიშნავს რომ წინასწარ თუ არ იცი რა პირობებს გისვამენ და რაღაცა ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელი რომ შეიტანო ძალიან ხშირ შემთხვევაში უალტერნატივო წინადადება არის, სადაც კონკურენცია არ არსებობს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ასევე თუ დაუკვირდები და შეხვალ უფრო დეტალურად ადამიანები, რომლებიც იგებენ ამ ტენდერებს, არიან ისინი, ვინც არიან დაახლოებული სწორედ მართველ პარტიასთან. ეს ყველაფერი ქმნის იმ მდგომარეობას, რომ რეგიონებში ადამიანები არიან კიდევ უფრო იმ ზეწოლის ქვეშ, რომელსაც ასევე ვამჩნევთ დედაქალაქში, მაგრამ რეგიონებში ეს უფრო რთული არის და ამიტომ არის, რომ მზიამაღლობელის პოზიცია არის კიდევ უფრო გმირული ვიტყოდი, ვიდრე სხვისი, იმიტომ რომ ეს პოზიცია და ეს გამძლეობა უფრო რთული არის რეგიონში, სადაც ადამიანები არიან უფრო იზოლირებული უფრო მოწყვლადი, იმიტომ რომ ხალხში რო ხარ და ბევრ ხალხში რო ხარ, ბევრად უფრო ადვილი არის ის პროტესტი, ვიდრე როცა ხარ იდენტიფიცირებული, იზოლირებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა დედაქალაქში დასჭირდათ რაღაცა ახალი კამერების შემოტანა კიდევ იმისთვის, რომ ადამიანების იდენტიფიცირება მოახდინონ და მერე მათზე გავრცელდეს ყველა ის რეპრესიული ზომები. რეგიონში ეს მარტივი არის, ყველას იცნობს და ამიტომ ეს პროტესტი არის ბევრად უფრო რთული და მეტსაც გეტყვით, ახალციხეში უწყვეტად მიმდინარეობს დღემდე ყოველ დღე პროტესტები და ყოველ დღეს პროტესტის ფონზე საპატრულო პოლიციის სხვადასხვა ეკიპაჟი ამ პროტესტების მონაწილეებს აკვირდება კონკრეტული დისტანციიდან, შესაბამისად იქ სახსაუცნობი კამერები არ არის საჭირო, ადამიანურ დისტანციაზე არის ყველაფერი ნათელი და თვალხილული. რადგან ახალციხე ვახსენე, მინდა თქვენი ხედვა გავიგო ეთნიკური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობები არა მხოლოდ ინტეგრაციის კუთხით დღემდე რჩება პრობლემად სახელმწიფო პოლიტიკაში, არამედ რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიზნეებიც არიან. განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებას გულისხმობ, რომელიც ვერ საუბრობს ქართულ ენაზე, დამოკიდებულია სხვა საინფორმაციო წყაროებზე, მათ შორის ჯავახეთში, მათ შორის ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც უმეტესწილად ან აზერბაიჯანულ ენაზე, ან სომხურ ენაზე საუბრობენ. წლების განმავლობაში ვერც წინა ხელისუფლების დროს, ვერც ამ ხელისუფლების დროს კომპლექსური პასუხით ვერ უპასუხა ვერავინ ამ გამოწვევას და ეს რეგიონები ყოველთვის რჩება დეზინფორმაციის ქარცეცხლის ქვეშ. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას? მე პირველ რიგში ვიტყოდი რომ გეთანხმებით სრულიად იმაში რომ ეს არის ის საკითხი რომელშიც ბრალი არის ყველა რეჟიმების აქამდე და არსებულიცაც იგივე იმიტომ რომ არასოდეს გარდა ერთი გამონაკლისი იყო ეს ჟვანიას პროგრამა რომელიც დღესაც მუშაობს მაგრამ არასაკმარისი ეს არის ჩვენი ცენტრის ბრალი ის რაც ხდება რეგიონებში, იმიტომ რომ მოთხოვნა გაიზარდა რეგიონებში რეალურად ქართული ენის სწავლის, მოთხოვნა ინტეგრაციის, ეს ყველაფერი არსებობს და რეალურად არ პასუხობს სათანადოდ ცენტრი.
იმიტომ რომ არასოდეს ეს საკითხი არ გამختარა დიდი ქართული სტრატეგია, პრიორიტეტი, რომელშიც საბიუჯეტო პრიორიტეტი პირველ რიგში, თორე სხვანაირი პრიორიტეტები არ არსებობს თუ იქ არ იმისკენ არ მიმართავ იმ რესურსებს და თანხებს, რაც საჭირო არის. ამიტომ არასოდეს არ ყოფილა საკმარისი მასწავლებელი გაგზავნილი რეგიონში. მეორე საკითხი იყო, რომელზედაც მე ადრეც მილაპარაკია, რომ მე მიმაჩნია და ეს არის სტრატეგიის ნაწილი და უნდა იყოს კარგად ახსნილი, რომ ბაგაბაღი არ შეიძლება რომ არ იყოს ქართულ ენაზე. მერე შეიძლება რომ იყოს ყველა ცალ-ცალკე ენა, კულტურა და ისა შემდეგ სკოლის ეტაპებზე და რომ იყოს ერთნაირად საშუალება რომ ისწავლო შენი ეთნიკური წარმომავლობის ენა და სახელმწიფო ენა, მაგრამ ბაგაბაღი თუ არ არის ქართულ ენაზე, მერე ძალიან ძნელი არის, იმიტომ მერე ყოველთვის რჩება ეს ენა როგორც უცხო ენა და ამიტომ ეს ინტეგრაციის ნაწილი ნაკლებად არის და რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ რეგიონებს, ძალიან ცოტა ქართულენოვანი ბაგაბაღი არის იმ რეგიონებში, რომელზედაც ვლაპარაკობთ და დიდი უმრავლესობა 90% მე მგონი არის ან აზერბაიჯანულ ენაზე, ან სომხურ ენაზე. რაც ქმნის იმ პრობლემას ჩვენ გვარესკეთვით. ბოდიში გაწყვეტინებთ, მაგრამ უმეტესად ამ მუნიციპალიტეტებში ბაგაბაღები საერთოდ არ არის. და მოსახლეობა იმაზე ლაპარაკობს, რომ გაუხსნან და პასუხი არის ძალიან სუსტი. ემას ვამბობ, როცა არ არის ეს პრიორიტეტი, არ არის პრიორიტეტი და ისე იქ-აქ რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ არ არის თანმიმდევრული, არ ჯდება რაღაც დაწერილ სტრატეგიაში, რომელსაც ყველა ეთანხმება და რეალურად აქ ეს უნდა იყოს ყველა პარტიის ერთიანი ძალისხმევა, იმიტომ აქ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიული ამ გაგებით, ეს არის სახელმწიფო მართლაც მიზანი, რაც უნდა იყოს და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ამითი, როგორც ბევრი სხვა რამეთი, სარგებლობს რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო მათი ყველა ბერკეტს ხმარობენ, ძალიან კარგად იციან, იცნობენ ამ ქვეყნის მდგომარეობას, ამას აკეთებენ წლების მანძილზე, არ ახალი არის, მაგრამ ამას ემატება ახალი ტექნოლოგიები, ახალი საშუალებები და ჩვენ თუ არ დავიცავით სახელმწიფო ამ საფრთხების წინაშე და ჩვენ რასაც ვხედავთ დღევანდელ დღეს, არის პირიქით ის, რომ კი არ ვიცავთ პირიქით ხელს ვუწყობთ ამ პროპაგანდას და ამ საინფორმაციო ომს, რაც რეალურად არის გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ ვითომც და მშვიდობის ფარის ქვეშ. თქვენ ახლა ისეთი საკითხები ჩამოთვალეთ, რაც პირდაპირ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, მაგალითად, ბაღები არის სწორედ მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში. როგორ ხედავთ მუნიციპალიტეტების ავტონომიების გაძლიერებას, დეცენტრალიზაციის გაძლიერების ხედვა თუ გაქვთ და დარწმუნებული ვარ გიფიქრიათ ამაზე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურთან მჭიდრო ურთიერთობები გქონდათ. რამდენად შესაძლებელია საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნებში შეიქმნას მით უმეტეს ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის პირობებში, ახლა უკვე საერთოდ ავტოკრატიაზე ვლაპარაკობთ ამ რისკებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიას ვეძახდით, რამდენად შესაძლებელია პოსტსაბჭოთა კონტექსტის გათვალისწინებით ძლიერი ლოკალური დემოკრატიების განვითარება და კარგი დეცენტრალიზაციის შექმნა, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც უკრაინას ადარებენ, უკრაინამ მოახერხა და დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერად განახორციელა. ჩვენ რა გვიშლის ამაში ხელს და თუ არის შესაძლებელი? მე მგონი რომ შესაძლებელი კი არა, აუცილებელი არის. ჯერთი მე ვარ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი და მოგეხსენებათ თუ რამდენად დიდი ადგილი ქონდა მის ქვეყნის წყობის იდეოლოგიაში, ასე ვთქვათ, თვითმმართველობას და არაფერი შეცვლილა, იმიტომ საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც ჭირდება თვითმმართველობა და დემოკრატია და რაც გვიჭირს, უკვე აღარ გვიჭირს, უკვე გადასული ვართ სხვა განზომილებაში, მაგრამ რაც გვიჭირდა, ვთქვათ, დემოკრატიის მშენებლობაში, სწორედ დაკავშირებული არის იმასთან,
რომ ადგილობრივი დემოკრატიაც ვერ ვისწავლეთ. იქ იწყება ყველაფერი, იქ იწყება სწორედ თემის მსჯელობა იმის შესახებ თუ რა არის მთლიანად თემისთვის მნიშვნელოვანი და ასე მიღებული გადაწყვეტილებები და არა ცენტრიდან წამოსული, რაც არის პირდაპირ საბჭოთა სქემა და თუ გვინდა რომ ამ საბჭოთა სქემიდან გამოვიდეთ, გამოვდივართ მხოლოდ სწორედ თვითმმართველობით. ასევე ნამდვილ თვითმმართველობით იწყება პოლიტიკური ელიტის, ასე ვთქვათ, მზადება. იმიტომ შენ თუ იქ არ ისწავლე, რას ნიშნავს ურთიერთობა ამომრჩეველთან, რას ნიშნავს გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღება, იქ რო ახვალ, იქაც ვერ ისწავლი. იმიტომ იქ გექნება სულ სხვა მოთხოვნა ძალაუფლების. ამიტომ ეს არის გზა და თან ხლა ისე როგორც არის მოწყობილი საქართველოს როგორც სახელმწიფო, აქ რეგიონები ძალიან ძლიერად არიან წარმოჩენილი თავიანთი იდენტობით, თავიანთი კულტურით, თავიანთი თუნდაც ეკონომიკური განსხვავებული სახასიათით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამათ მისცე საშუალება, რომ განავითარონ ეს თვით იდენტიფიკაცია და ყველასთვის იყოს მორგებული იმ მდგომარეობასთან, რომელიც არსებობს ადგილად და მაშინ იქნება რომ ადამიანები კი არ გადავლენ რეგიონებიდან ცენტრში და მერე ცენტრიდან საზღვარგარეთ, მაგრამ ექნებათ სწორედ უფრო მეტი მიბმა ადგილთან და უფრო მეტი საშუალებაც გაჩნდება იმისთვის, რომ განვითარდეს ადგილიდან და არა ვიღაცის მითითებებით ის რეგიონი. და არ გამომივა რომ არ გკითხოთ მედიის მიმართ ინიცირებული არაერთი კანონი, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სამაუწყებლო მედიას, ანუ მაგალითად ეს შინაარსიც, რომელიც ახლა სამაუწყებლო მედიით უნდა გადაიცეს, შეიძლება ამ კანონებიდან გამომდინარე შეიზღუდოს და ვეღარ გადაიცეს. ასევე თუ კი ჩვენ საუბრობთ უკეთეს მომავალზე, საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნები ესახება ამ უკეთესი მომავლის წინაპირობად. თუმცა დასუსტებული მედიის და სამოქალაქო სექტორის პირობებში როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც კი შევძლებთ ჩვენ watchdog-ები, მედია, სამოქალაქო სექტორი ჩვენი როლის სათანადოდ შესრულებას და იმ პირობების უზრუნველყოფას, რაც გამჭვირვალე არჩევნებისთვის არის აუცილებელი. იდეალური პირობები ნამდვილად არ შეიქმნება. პირიქით ყველაფერს ეცდება ეს მართველი პარტია იმისთვის, რომ ყველანაირად შეზღუდოს ეს პირობები, რაც მე მათქმევინებს, რომ მაინც ემზადებიან ამ არჩევნებისთვის, იმიტომ როგორც ჩვენ იმათმაც იციან, რომ ასეთი კრიზისიდან და ასეთი ჩიხიდან, იმიტომ ჩიხში არის ქვეყანა, პარალიზებული არის და ასეთი ჩიხიდან ვერ გამოვა, თუ არა ერთადერთი იმ გზით, რომელიც გამოიგონა ისტორიამ, რომ უნდა დაუბრუნდე ხალხს და ხალხს კითხო რა უნდა. იქნება ცხადი არის ძალიან ბევრი სირთულე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ არ მისცენ ადამიანებს თავიანთი ხმის მიცემის თავისუფალ საშუალებას, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს და ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ და უნდა გავიმარჯვოთ. ამ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანი ყავს დაკავებული სისტემას, მიმდინარეობს რეპრესიების სექტორებში, განათლება, კულტურა და ასე შემდეგ. რას ეტყოდით თქვენ იმ ადამიანებს, რის იმედად უნდა განაგრძონ მათ ქუჩაში დგომა და არა მხოლოდ თბილისში, როგორც გითხარით, ბათუმში, ქუთაისში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში აქტიურად გამოდიან ხალხი, მაგალითად წალკაშიც კი ვნახეთ ჩვენ საზოგადოების პროტესტი, რაც ისტორიას არ ახსოვს. არც საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა, და არც შემდგომ საქართველოში. ამ ადამიანებს რას ეტყოდით, რის იმედად უნდა იდგნენ ისინი კვლავაც ქუჩაში? ყველაზე ძლიერი ის არის, რომ ამ ადამიანებს არ ჭირდებათ ჩემი თქმა. პირიქით, იმდენად თვითონ კარგად იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ბრძოლის ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს და ჯერ არ არის ეს ბრძოლა გაშლილი ბოლომდე, მაგრამ რომ ალტერნატივა არ არსებობს, ჩემი გამხნევება მათ არ ჭირდებათ, იმიტომ რომ თვითონ არიან ის ადამიანები, რომლებიც გვაჩვენებენ მაგალითს, გვაჩვენებენ იმედს და ამბობენ ბოლომდე. ერთადერთი მე შემიძლია მათის უთხრა, რომ ამ ბოლომდე ბრძოლაში მეც ვიქნები.
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნა ერთგვარი გაერთიანება და ცენტრი, ასევე თქვენი ლიდინგით, რამდენად ერთიანია ოპოზიცია ამ შემთხვევაში და ამჯერად მაინც, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნებში თქვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გაერთიანება ვერ შედგა. ეხლა როგორ არის? არც არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი გაერთიანება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი გვეყოფა, რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. იმიტომ ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ამიტომ ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა კონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში, ასევე ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ანუ ყველანი ვინც არიან ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით, იმისთვის რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ ის რაც უნდა იყოს საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია კიდევ ერთხელ არის აუცილებელი, იმიტომ თუ არა დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას, მაგრამ ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი, ასე ვიტყოდი, თემა, რომელიც მიუღწევადი არის, იმიტომ რატომ ადამიანები არიან სხვანაირი, სხვადასხვა პირიქით იქმნება, მე მგონი, როგორც მესმის ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარი არის, რომ დაპირისპირება არ იყოს და იყოს ყველაფერი რამდენადაც შეიძლება კოორდინაციაში მოყვანილი. და თქვენ მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.